მათ აკვაპარკები და თემატური პარკები კვლავ მოთხოვნად იხდება. ალბათ მაყურებლების უმეტესობა ატრაქციონებზე არაერთხელ იქნებით დამყოფი. Გარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გაიფიქრებდით, ხომ შეიძლება ახლა ეს ატრაქციონი წყობრიდან გამოვიდეს და რამე დამემართოსო. სამწუხაროდ ისტორიას არაერთი ასეთი შემთხვევა ახსოვს. ის რაც ალბათ მხოლოდ ფილმებში გექნებათ ნანახი, როგორც აღმოჩნდა რეალურადაც ბევრჯერ მოხდა. დღეს გაიგებთ, რომელი შემთხვევის შემდეგ შემოიღეს წონის შეზღუდვა ატრაქციონებზე. ასევე გაჩვენებთ მსოფლიოში ყველაზე საშიშ ატრაქციონებს და მოგიყვებით გასართობ პარკებში მომხდარ ისტორიებს. რა სიტყვით მეგობრებმა რომ შემოგთავაზონ სწრაფ და ქაფიან მდინარეზე გასაბერი ნავით გასეირნება, რომლის სიჩქარე 50 კმ/სთ-ში აღწევს. დათანხმდებოდით? ფიქრობ, გართობის ამ სახეობასაც არაერთი მოყვარული გამოუჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ატრაქციონის სახელწოდებით მქუხარე მდინარის სხურბლები თავის დროს დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ადამიანებს იზიდავდა ისიც, რომ ატრაქციონი ხასიათდებოდა როგორც საოჯახო და მასზე 2 წლის ასაკს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანი დაიშვებოდა. აკვაპარკის სტუმრები ჯდებოდნენ 6 სავარძლიან მრგვალ ტივზე და მისით ვიწრო ხელოვნურ მდინარეზე გადაადგილდებოდნენ. ეს მთლად ამერიკული მთები არ არის, ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით ასეთი უწყინარი გასართობი ერთ დღესაც ტრაგედიით დასრულდებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ ასაკობრივ შეზღუდვას ხედავ, უნებლიეთ ივიწყებ ყველა რისკს და საშიშროებას, რომელიც შეიძლება გემუქრებოდეს. სავარაუდოდ ამ ატრაქციონის თანამშრომლებიც იგივეს ფიქრობდნენ. 2016 წლის 25 ოქტომბერს ატრაქციონის 30 წლის იუბილეზე მათ სიფხიზლე დაკარგეს და მდინარის ერთ-ერთ მონაკვეთზე ცარიელი ტივის გატანა დაავიწყდათ. შედეგად ადამიანებმა, რომლებიც მდინარეზე ეშვებოდნენ, სერიოზული ტრამვები მიიღეს და სამწუხაროდ შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. 2 ადამიანი ინერციით საკუთარი ადგილიდან გადავარდა და პირდაპირ მოძრავ მექანიზმებიან შახტაში აღმოჩნდა. კიდევ 2 ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. ამასთან შემთხვევას არაერთი ბავშვი შეესწრო, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ. შემთხვევა მთელი ავსტრალია შეძრა. ქვეყნის ყველაზე მსხვილ თემატიკურ პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება მაჩვენა, რომ ის სტუმროს გაჩერების გამო წყლის დონის ვარდნამ გამოიწვია. ანუ წყლის დაბალი დონის გამო ერთ-ერთი ტივი ხელოვნურ მდინარეზე დროულად ვერ დაეშვა და მეორესთვის დაბრკოლებაც არ მოხდა. ატრაქციონის თანამშრომლებს სულ 1 წუთი სჭირდებოდათ, რომ სტოპ ღილაკისთვის დაეჭირათ და ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ მათ ამის გამოყენებას კი არ ასწავლეს. შედეგად ოპერატორი დააჯარიმეს, ხოლო ატრაქციონი გარდაცვლილთა პატივსაცემად საერთოდ გააუქმეს. ამერიკული მთები ადრენალინის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა. თქვენ არ გიწევთ რაღაც გასაოცარი ილეთების შესრულება, არც აიდანღაც არ ხტებით და არც სიცოცხლეს აყენებთ რისკის ქვეშ. თუ ადამიანი 100 კილოგრამზე მეტ იწონის, მაგრამ ადრენალინის მიღება ძალიან უნდა, გამოსავალი არსებობს. ეს ატრაქციონებია. მათ მოყვარულთათვის შორეულ 1999 წელს ნიუ-იორკში დარიან ლეიკის თემატურ პარკში ამაყი სახელწოდების მქონე ამერიკული მთა Ride of Steel გახსნეს. ეს მეგა მთა ცისკენ 60 მეტრის სიმაღლეზე ადის. ქვემოთ დაშვების სიჩქარე კი ფაქტობრივად სიმაღლიდან ვარდნის ეფექტს ქმნის. ტროლეი თითქმის 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს აღწევს. იმავე 1999 წელს 135 კილოგრამი წონის მქონე მამაკაცმა ამ ატრაქციონზე გასეირნება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, მამაკაცი ატრაქციონის მოძრაობისას პირდაპირ სავარძლიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ ეს ყველაფერი მაღალ წერტილში არ მოხდა და ის სულ 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, მაგრამ სიჩქარის და სხვა ფაქტების გათვალისწინებით სასიამოვნო არც ეს იქნებოდა. პარკმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ სამაგრები გამართულად მუშაობდა, მაგრამ მამაკაცის ზომების გამო ისე ვერ დამაგრდა, როგორც საჭირო იყო. კაცმა ატრაქციონის ხელმძღვანელობას უჩივლა და კომპენსაციის სახით $2,450,000 მიიღო. უსაფრთხოების ახალი ზომების მიღების შემდეგ, რომელთა შორის წონის კონტროლიც იყო, ამერიკულმა მთამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ხეცის ველური შვილი. ამერიკულ მთებს შორის ხის მასალისგან დამზადებული სწორედ ეს ატრაქციონი, სახელად Savage Zone of the Beast, რაც ხეცის ველურ შვილს ნიშნავს, ალბათ ყველაზე ლეგენდარული ატრაქციონია. ოჰაიო შტატის კუნძულ ვორელეიზე მდებარე გასართობ პარკში, Kings Island-ში თავიდან სულ ერთი ამერიკული მთა, სახელწოდებით მხეცი მდებარეობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი გაფართოვება გადაწყვიტეს. შედეგად კი გაცილებით მაღალი და ექსტრემალური ატრაქციონი მიიღეს. ხეცის შვილი ხის არა მარტო ყველაზე მაღალი, არამედ ყველაზე სწრაფი მთა გახდა. 125 კმ/სთ-ში. ასეთ სიჩქარეს ტროლეი 66 მეტრის სიმაღლიდან დაშვებისას ანვითარებს. და მთავარი, გახსნის მომენტში ეს იყო ხის ერთადერთი ამერიკული მთა მკვდარი მარყუჟის ელემენტით. ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია. მასალა, რომლითაც ეს ატრაქციონი დამზადდა, მგზავრობას კომფორტულს ნამდვილად არ ხდიდა. მეტიც, იმის მიუხედავად, რომ ეს საკმაოდ სახიფათო ატრაქციონი გახლდათ, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მასზე კატაობა მოსწონდათ კიდეც. 2006 წელს მორიგი მგზავრობისას ატრაქციონების ტროლეები შეხვდნენ ისე, თითქოს ქვები
რელსების გროვაზე გადაევლოთ და კინაღამ რელსებიდანაც კი გადავიდნენ. ასეთი სიჩქარის ფონზე ზარალი საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. 27 ადამიანი საავადმყოფოში კისრის და მკერდის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს. მოგვიანებით ინსპექციამ დაადგინა, რომ იმ სექციის მზიდი ორტესებრი კოჭი გაიბზარა და ზედმეტად გადახურდა, რამაც აღნიშნული ინციდენტი გამოიწვია. მალევე ეს ატრაქციონი სარემონტო სამუშაოების გამო გაურკვეველი დროით დაიხურა. 2009 წელს რემონტი დასრულდა და ამერიკული მთა ისევ გაიხსნა, მაგრამ ამჯერად ადამიანები ტრავმებს კიდევ უფრო ხშირად იღებდნენ, განსაკუთრებით სხვადასხვა სიმძიმის ტვინის შერყევას, რაც მთელი მგზავრობის დროს ძლიერი რხევებით და ვიბრაციებით იყო გამოწვეული. ექსპერტებმა ატრაქციონი არაერთხელ შეამოწმეს, თუმცა რაიმე დარღვევა ან უსწორმასწორო ადგილები ვერ აღმოაჩინეს. ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივი პრობლემების გამო ატრაქციონი გაურკვეველი დროით დახურეს. მოგვიანებით 2012 წელს ხის ეს საოცარი გიგანტი საერთოდ დაშალეს. კოსმონავტის ქაოსი. რუსეთში სანქტ-პეტერბურგში არის გასართობი პარკი დივო ოსტროვი, რომლის ცენტრში მდებარეობს ატრაქციონი სახელწოდებით რაკეტა. ამ მაღალ კონსტრუქციას ერთდროულად 10 ადამიანის აწევა შეუძლია. ის მსურველებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე გამოსცადონ გრძნობა, რომელსაც კოსმონავტები კოსმოსში გაფრენისას განიცდიან. სავარძლები თითქმის ისეთივეა, როგორც ნამდვილ ხომალდებზე, რაც შეგრძნებებს კიდევ უფრო ამწავრებს. მაღალი ავტომატიზირებული ამწეკრანი 4 ტროსით რაკეტას ნელ-ნელა ჰაერში სულ უფრო და უფრო მაღლა წევს. მოგვიანებით კი ყველაზე საინტერესო რამ იწყება. გარდა იმისა, რომ ადამიანები წრეზე მოძრაობენ, თავად რაკეტაც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, რაც კასრის ეფექტს ქმნის და ატრაქციონის სტუმრებს ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს ნამდვილი რაკეტით კოსმოსისკენ მიფრინავენ. ჯერ მარტო ამ კადრების ხილვა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს თავბრუ დაეხვეს. 2009 წლის ეს კადრები კი საერთოდ შოქში ჩაგაგდებთ. იმ საბედისწერო დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტროსი პირდაპირ შუა ფრენის დროს გაწყდა. მაშველებს ადამიანების უსაფრთხოდ ჩამოსაყვანად საათზე მეტი დასჭირდათ. საბედნიეროდ ყველა გადარჩა და არავის არაფერი დაშავებია. ინციდენტის სრულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ანომალიურმა სიცხეებმა კაბელები, რომლებზეც რაკეტა ეკიდა, ზედმეტად გადაახურა. კაბელები ნელ-ნელა საბოლოოდ 3 მათგანი საერთოდ გაწყდა. ატრაქციონის სარემონტო სამუშაოებისთვის დახურეს და სტუმრებისთვის მხოლოდ 1 წლის შემდეგ გახსნეს. ამ შემთხვევის მიუხედავად, ეს ატრაქციონი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადამიანის ტრებუშეტი. გიოცნებია თუ არა ოდესმე პარაშუტით გადმოხდომაზე, ან რატომღაც რაიმე იარაღიდან გაფრენაზე. იქნებ ფილმებში გინახავთ, როგორ ათავსებენ ადამიანს ტრებუშეტის ჭურვის ადგილას და იგივეს გამეორებახსოვთ. ტრებუშეტი კატაპულტის ახლო ნათესავია და საალყო იარაღს წარმოადგენს. მას შუა საუკუნეებში ციხესიმაგრეების დაცვის გასარღვევად იყენებდნენ. გასაოცარია, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს იარაღი კარგი ატრაქციონი იქნებოდა. შორეულ 1990 წელს ინგლისში სომერსეტის საგრაფოში ექსტრემალური გართობის მოყვარულთა კლუბმა შექმნა გიგანტური ტრებუშეტი, რომლის ერთადერთი მიზანი ადამიანების ახლო მდებარე დამზღვევ ბადეზე გაშვება გახლდათ. დაახლოებით $140 სანაცვლოდ ნებისმიერ მცურველს შეეძლო 11 მეტრის მანძილზე გაშვება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ხდებოდა. რა თქმა უნდა, ორგანიზატორების სიტყვების მიუხედავად, ამ ატრაქციონის უსაფრთხოება მხოლოდ პირობითი იყო. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ამ ატრაქციონის გამოყენება გადაწყვიტა, სტელა იანგი გახლდათ. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. სტელა პირდაპირ ბადეს დაეცა, თუმცა მაშინვე ბადიდან გადმოვარდა და ღობეს იქით დაეცა. შედეგად ქალმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მაგრამ ამ საშიში ატრაქციონის დაკეტვის ნაცვლად ორგანიზატორებმა უბრალოდ უფრო დიდი ბადე დაამონტაჟეს. ამით კი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.